სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ნინო ჭიაბერაშვილის საჯარო ლექცია „მედია წიგნიერება და ცოდნის ეკონომიკა“ გაიმართა. მომხსენებელმა შეხვედრაზე განათლებისა და ეკონომიკის საკითხებში მედიის როლზე ისაუბრა. ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, ინფორმაციული წიგნიერება იმ უნარების ნაკრებია, რომელიც პიროვნებისგან მოითხოვს გააცნობიეროს, როდის არის საჭირო ინფორმაცია და შეძლოს მისი ადგილის განსაზღვრა, შეფასება და ეფექტიანად გამოყენება. საჯარო ლექცია „მედია წიგნიერება და ცოდნის ეკონომიკა“ განათლების საერთაშორისო ასოციაციის პროექტის ფარგლებში ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით გაიმართა. უკვე ტრადიციულად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება მოწვეული პირების მიერ ძალიან საინტერესო მოხსენებები. დღეს კიდევ ერთი ასეთი ღონისძიება, ერთი ასეთი მოხსენება ტარდება კერძოდ მედია წიგნიერების შესახებ. ეხება ეს განათლების საკითხებს და საერთოდ განათლებასთან, თანამედროვე განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები არის არა მარტო მნიშვნელოვანი უნივერსიტეტისათვის, ზოგადად ქართული საზოგადოებისათვის და ამიტომაც ინტერესი დიდია. ლექცია არის მედია წიგნიერებისა და ცოდნის ეკონომიკის შესახებ. ერთი შეხედვით თითქოს ესეთი უცნაური არჩევანია ამ ორი ტერმინის და ამ ორი მოვლენის, თუმცა ლექციის მსვლელობისას იმედი მაქვს, რომ ეს კავშირები ყველასთვის ცხადი და ნათელი გახდება და შევძლებთ იმაზე საუბარს და მონახაზის დანახვას მაინც როგორი შეიძლება იყოს მომავლის საზოგადოება და როგორი შეიძლება იყოს ადამიანი ამ საზოგადოებაში. ინფორმაციული განათლების საერთაშორისო ასოციაცია ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით ახორციელებს საჯარო ლექციების ციკლს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, რომელიც ემსახურება ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას მოზარდებში, როგორიც არის მედია წიგნიერებისა და ინფორმაციული განათლების უნარების განვითარება. დღეს ჩვენი მასპინძელი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტია, დიდ ბისთვისაც მათ ძალიან დიდ მადლობას ვუხდით.